სახელმწიფო hymn. Please be upstanding for the national anthem of Spain. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, პირველი საშინაო მატჩი სულ რამდენიმე წუთში დაიწყება რაგბი ევროპის 2026 წლის გათამაშებაზე საქართველოსთვის. საქართველოს მეტოქე იქნება ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპონენტი რაგბი ევროპის გათამაშებაზე ესპანეთი. 2012 წლიდან მოყოლებული მარცხი არ გვაქვს ზედიზედ მოგებები და დღეს კიდევ ერთხელ შევეცდებით, რომ ეს ძალიან დიდარი სტატისტიკა კიდევ უფრო გავამდიდროთ.
ლაზარე ქარჩხაძე და საბა ჟორჯიკაშვილი გაუძღვებით დღევანდელ შეხვედრას. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, იდეალური ამინდი არის აუჭალის სარაგოს სტადიონზე, მოედანი შესანიშნავ მდგომარეობაშია, მოკლედ ყველა შესაძლებლობა აქვს დღეს ჩვენ ბიჭებს რომ საუკეთესო მატჩი გვიჩვენონ, შეგვიძლია გავაცნოთ გუნდების შემადგენლობები, გვაქვს ცვლილებები, ამაზე ოდნავ უფრო მოგვიანებით მოგახსენებთ. 1, 2 და 3 ნომრები გიორგი ახალაძე, ვანო კარკაძე და ირაკლი აქციაური იქნებიან. მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილი და ლადო ჩაჩანიძე უწყლდებიან ერთმანეთს. 6 ნომრად ლუკა ივანიშვილია დღეს, 7 ბექას აღინაძე, გუნდის კაპიტანი. ნომერი თორნიკე ჯალაღონია, 9 გელა აფრასიძე, 10 თედო აბჟანდაძე, 11 ოთარ მეტრეველი, 12 გიორგი კვესელაძე, 13 დემურ თაფლაძე, 14 აკაკი ტაბუცაძე, ხოლო 15 ნომრად დაბრუნდა დავით ნინიაშვილი. გუნდის თავარი მწვრთნელი მოგეხსენება დღევანდელ მატჩში მარკო ბორტოლამია, პირველ მატჩს გამართავს ის საკუთარი გულშემატკივრის წინაშე. დაიწყო შეხვედრა ესპანეთის შემადგენლობას უკვე პაუზაზე გაგაცნობთ. გელა აფრასიძე მაღალ ბუცდევს მიმყოლები რაულად ყავს, ჩვენ ხარეს მოვიგეთ, ტაბუცაძემ გადმოაგდო, სწრაფად გავათამაშეთ, ხაზზე გავშალეთ, ჩაერთო ნინიაშვილიც მოძრაობა ამოგდება თედო აბჟანდაძე. უკვე ინტერვალში შედიოდა, გაგვიჭირდა რაქის შენარჩუნება, თუმცა ახალაძე იქვე აღმოჩნდა. ხო, პირველივე ჩართვა ნინიაშვილის უკანა ხაზიდან ძალიან მწვავე იყო, იმ წამსვე შექმნა უპირატესობა, აფრასიძე მარჯვნივ მორკინალებით აგრძელებს შეტევას, წესით ფიზიკურ ორთაბრძოლებში უნდა დავჯაბნოთ დღეს მეტოქე. თუმცა ჩანს რომ ესპანეთიც საკმაოდ აგრესიულად იცავს თავს, თაფლაძე დაკარგა ბურთზე კონტროლი, ახლა აღარ უნდა ავირიოთ. გვექნება პირველი შერკინება მატჩის მეორე წუთზე, ხო? გავაცნობთ ბარემ ესპანეთის შემადგენლობა 15-ეული ასე გამოიყურება, პირველი 2 და 3 ნომრებით ლუკა ტაბარო, სანტიაგო ოვეხერო და უგო გონსალესი იქნებიან პირველ ხაზში, მეორე ხაზის დუეტი იქნება მეტიუ ფოლცი, გუნდის კაპიტანი და იგნასიო პინეირო, 6 მესამე ხაზში ალექს სალეტა, 7 პაბლო გვირაო, 8 კი ვინსენტე ბორონატი, 9 და 10 ღერძი კერმან აურეკოჩეა და მისი მეწყვილე ღერძზე ასევე ლუსიანო რიჩარდისი, 11 პაუ აირა, 12 ალვარ ხიმენო, 13 ინიაკი მატეუ, 14 მეორე ფლანგზე მარტინიანო სიანი, 15 კი ჯონ ვესელ ბეილი, პაბლო ბოუსა მთავარი მწვრთნელი გაშალა ესპანეთმა უკანა ხაზში, კარგადაც ჩაიტანეს ბურთი კიდემდე არის აქსიურცე, თუმცა კარგი იყო მეტრეველის ბოლოების და შემოვიდნენ 22-ში შესანიშნავი შეტევა ხელდახევ. ხელის მოსმით ერთ ფაზაში რამხელა მანძილი დაფარეს ლაზარე. უკვე 22-შია გუნდი და აქედან ავითარებს თავის შეტევას. ნახოთ ჩვენი დაცვა როგორ არის დღეს მოწყობილი. ჩვენც დაგჭირდება აგრესია. ესპანეთმა გამოავლინა თავისი ხასიათი, აბჟანდაძემაც ასწია მაღლა ხაზი და შეაჩერა მეტოქე. ბატონო, დავახევინეთ უკან 22-დან კარგად უკან გამოვიყვანეთ, 10 მეტრიან წყვეტილთან არიან. აურეკოეჩა, იქ ჩვენია ძახდა კარკაძეს, თავადაც უნდა წაეკითხა ეს ეპიზოდი, რომ ჯარიმის ზღვარზე თამაშობდა, კი არა და ჯარიმაზე თამაშობდა. ზევიდან იყო გადამყრელზე გადაწოლილი. სამართლიანობისთვის ის უნდა ითქვას, რომ სერიოზული დანაკლისი აქვს ესპანეთის ნაკრებს, რამდენიმე ძირითადი ისეთ საკვანძო მოთამაშე აკლიათ ტოპ 14-დან, ეზეალა, ზაბალა, ალვარო გარსია, არსიეტაც, თუმცა ის იშვიათად არის ხოლმე ისედაც ეროვნული ნაკრებისმცველი, რამდენიმე მოთამაშე აკლიათ პროდეორიდანაც. მიუხედავად ამისა, ალბათ მაინც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პორტუგალიასთან ერთად გუნდი არის წლევანდელ გათამაშებაში. როგორც შევეჩვიეთ, ხო, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ორი გუნდი არის ძირითადად კონკურენციის გამწევი. იყო მოლოდინი, რომ ეს მოთამაშეები დღევანდელი შეხვედრისთვის უნდა ყოფილიყვნენ განაცხადში, სწორედ იმიტომ, რომ ფინალი არის მადრიდში, გაორმაგებული და გაათმაგებულია ესპანეთის სურვილი, რომ ამ ფინალს სახლში შეხვდეს. თუმცა აქვს დანაკლისი, ნახოთ ამ დანაკლისის ფონზე როგორ იასპარეზებენ დღევანდელ შეხვედრაში, გახსნეს ანგარიში და ჯერჯერობით ძალიან კარგად გამოიყურება ესპანეთი. ჩვენ როგორც წესი გვიჭირს ეს არა მხოლოდ გასული ორი შეხვედრიდან გამომდინარე, ზოგადად გვიჭირს თამაში ჩართვა, მოგვიანებით ვახერხებთ უკვე ჩვენ ტემპის აკრეფას. პირველი ქულები მივიღეთ, ნახოთ საპასუხოდ რა შევთავაზებთ უკვე ესპანელ ომებს. დავკიდეთ და კარგათაც ჩავხურეთ პირველი ბურთი, შესრულდა ბოჭვა ტაბუცაძე იყო კარგი ამ ეპიზოდში დააგრძელეს ახლა ესპანელებმა. აქ 9 ნომერი აურეკოეჩეა
გამოიტანს ბურთს ახლა ძლიერი დარტყმით საკუთარი 22-დან ნახოთ სადამდე უწვდენს მის დარტყმული მოედანშია ბურთი სწრაფად მოაშორა დარტყმის ადგილს შეგვიძლია კონტრშეტევაზე თამაში ბრწყინვალე დანახული და მცირედი დაგვაკლდა გვესელბელი იყო ყურადღებით ბოლო მომენტში შეუშალა მეტრეველს ბურთის დაუფლებაში ხელი ძალიან კარგად იყო დანახული მართლაც არ შესრულება იყო ურიგო თუმცა დაასრულა ქვესელბელმა სწორედ მას გვიჩვენებენ 18 ველს პირველი დერეფანი ხო ვანო კარკაძე არის ერთ-ერთი მორაგბეთაგან რომელიც შეუცვლელად არის უკვე მესამე მატჩია ხო როგორც წინ თამაშიც იყო და შერკინება დაინიშნება ხო ორმაგი არ კარკაძე საქმეში ახლა შერკინებაში ნახავთ დერეფანში მოუწევს ცოტა ხნით მოცდა აი მესამე შეხვედრა ერთია რომ კვესელაძე მოუმატა ფეხით თამაშს და ამას დიდი შედეგიც მოყვა რამდენიმე ლელო ვიხილეთ ან გამწვავება აქედან წამოწყებული ახლა დიაგონალი თითქოს მომატებული გვაქვს ფეხით თამაში აი ასე შეტევითი ფეხით თამაში და არა უბრალოდ მაღალი ბურთი დარტყმა ახურვა რაც არ ამგონია ინდივიდუალური გადაწყვეტილება იყო სავარაუდოდ აქვს რაღაც მონახაზი ბარტოლომის აქ პირველ ჯერზე ვერ მოეწყო შერკინება არ გვიხსენებია სემ გროუაიტი აი სწორედ ის არის ჩვენ ტელეეკრანებზე ახალგაზრდა შოტლანდიელი რეფერი მთლიანად შოტლანდიური და შვეიცარიული ერთი შვეიცარელი მსაჯი ყავს დღეს კეირან სტარკი ეხმარება მას კიდიდან ითან გლასი მეორე კიდიდან და დეივიდ საზერლენდი ყავს ასევე შოტლანდიიდან ვიდეო რეფერად ხო მაჩამდე გავრცელდა ხო ინფორმაცია რომ მთლიანად იყო ბილეთების რაოდენობა ამოწური რამაც გაგვახარა რა თქმა უნდა პირველ რიგში თუმცა ჯერჯერობით ხედავთ სიხალვათეს საპირისპირო ტრიბუნაზე აქეთ ვიცით ხო ძირითად ტრიბუნაზე მეორე მცდელობაზეც ვერ მოეწყო შერკინება მოუწევს ახლა ცოტა სიმკაცრის ჩართვა გროუაიტს წონის კონტროლისკენ მოუწოდა აქ მთავარმა არბიტრმა ორივე პირველ ხაზს ნახოთ აი ხელდახელს შესანიშნავად შემოგვიტიეს წინა ეპიზოდში საპირისპირო ფლანგიდან ესპანელებმა ჩვენ რა გვაქვს ჩაფიქრებული საინტერესოა კარგი წერტილია მარცხნივ კიდესთან შერკინება ყოველთვის ანალოგიური წერტილიდან საიდანაც ესპანელმა გაგვითამაშა ახლოს ვარ შერკინებასთან მოწყობილები თედო აბჟანდაძეც დააბრუნდა ძირითად შემადგენლობაში ორი აქში ძალიან კარგ სეზონს ატარებს აისახა ეს უკვე ნაკრებზეც დავაჯარიმეთ საბოლოოდ ვერ გაუძლო ესპანეთმა ჩვენ წნეხს ხო ორი ძირითადი ბურჯი მათაც აკლიათ ესეც უნდა ვახსენოთ ირაკლი აფციაურს გვიჩვენებენ ტელეეკრანებზე სწორედ ის იყო მთავარი შემოქმედი ახლა ამ ჯარიმისა ვნახოთ აბჟანდაძე Your problem is your weight, okay? So I need less. შევიდა 22-ში თედოს დარტყმული დაახლოებით ხო თავად უკმაყოფილოა ვნახოთ კი ბატონო და ესეც პირველი დერეფანი სადაც ანუ კარკაძე მოაწვის ბურთს weight სკაციანი დერეფანი 6 is receiver როგორც ჩანს რაღაც არ იყო წოფში If we want a receiver waits till the ball. Next time a free kick. Next time. ადრე ავწიეთ კაცს Receiver stays out or a free kick. არა, უფრო სწორად გარეთ იყო ბაბუნაშვილი. მიხეილ ბაბუნაშვილი კი მას გვიჩვენებდნენ მოწოდა კლავ მასზე ბურთი ცადეთ მოლის დაყენება როგორც ჩანს ჯარიმის მეშვეობით შეგვაჩერეს. არ ვიცქაროთ აქედან ისევ შეგვიძლია კიდეზე წასვლა ისევ ანალოგიური წნეხით გაგრძელება შეტევის. ასეც ვიქცევით. სიმშვიდე გვაკლდა პირველ თამაშში, პირველ ტაიმში განსაკუთრებით. ხო, დიდი მოთქმა გამოიწვია ხო ჩვენმა პირველმა ტაიმმა შვეიცარიასთან. მაგრამ ამის მერე გარკვეული პროგრესიც გამოჩნდა სათამაშო თვალსაზრისით. ცხადია თორემ მოგება არც ერთ გუნდთან არ გაგჭირებია. ვანო კარგაძე მოლის კუდში აკონტროლებს ბურთს მიაწვა დაიძრა მოლი და გაიტანს პირველ ლელოს ვანო კარგაძე მატჩის მე-10 წუთზე დაწინაურდა საქართველოს ეროვნული ნაკრები ძალიან მარტივად მოგებული ბურთი დერეფანში შესანიშნავი მოლი შემდეგ და დაასრულა ვანო კარგაძემ კარიერის მე-11 ლელო ეროვნული ნაკრების მაისურით 29 გვალ შეხვედრაში
მცირე საიუბილეოც არ იმისთვის 30 მატჩის მოგროვება საკმაოდ ახალგაზრდა უკერისთვის. შესანიშნავად იყო წარმართული ეს მოლი. კარკაძე First 10 lads. ხსნის ჩვენთვის დღეს ანგარიშ 5-3 ვნახოთ ახლა თედოს გარდასახვა. TMO's all clear. ვიდეორებს ველოდებით როგორც ჩანს. 20. მაგრამ საინტერესო არაზე, არა. უკუთვლა დაწყებულია 20 წამი იყო დარჩენილი ბოლოს. დარტყმისთვის აბჯანდაძე ზუსტია გააძვრინა ძელებს შორის 7-3. პასუხი ჯარიმაზე აღმოჩნდა ლელო. პირველსავე შეტევაზე საპირისპიროდ შევძელით კვლავ წინ გასვლა. ლელოს ავტორი მსხვილი რაკურსით. ოიონას პირველ ხაზელი. მაღალი ბურთი მიღებაზე შეცდომა დავუშვით, აღარ უნდა ვითამაშოთ. აღარც თამაშობ ჩაუვარდათ ბურთი ესპანელებს საბოლოო ჯამში დაიწყებენ ახლა დიან აუცილებლად შეტევას. ძალიან სწრაფად უწევთ დაცვის ხაზს, არ ვაძლევთ ზედმეტ სივრცეებს ესპანელებს. რაც კარგია, შესაბამისად ვერც იწყებენ შეტევებს აქაც დაბალ Georgia release. უჭვას ასრულებს ივანიშვილი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა ამ კომპონენტში. გაუგებრობაში. გაშალეს ხაზზე ზურგს უკან გადაცემით და იქნია შეძვრა. ხო, კარგად ბურთაობენ უკანა ხაზელები ესპანელების. გამოცდილია ხიმენო, მოგდება, გაიჭრა ხაზი, მძიმე კონტაქტი მიიღო შეაჩერა ნინიაშვილმა. ესპანეთს უყვარს ხაზით თამაში, უყვარს აი ასე გაშლილ თამაში სივრცეების ათვისება და ამას ხშირ შემთხვევაში კარგადაც აკეთებენ. უნდა შევუზღუდოთ, აქ დაკეტილი არის სივრცე, 3 მორაგბე ბოჭავს. ძალიან კარგად და მწვავედ უტევს ესპანეთი. ხო, ჯარიმის ზღვარზე თამაშობს ახლა ნინიაშვილი, აღარ უნდა მაინც დავჯარიმდით, ოღონდ არანინიაშვილი თამაშგარი მდგომარეობის გამო ბოჭავი ვერ დავინახე ზუსტად ვინ იყო. ხილად უნდა ვიყოთ დამატებით ჯარიმები აღარ უნდა მივიღოთ. ისეთ წერტილში არიან, შეიძლება ყვითელი ბარათი დასრულდეს, კიდევ ერთი ჯარიმის უპირატესობა ესპანელებს. მორკინალები ეძალებიან ახლოში, აქ შედარებით უფრო მშვიდად ვართ, ნახოთ. ტემპი დაუვარდა ჩეტევის ბაბუნაშვილი გვერდიდან თამაშობდა, არ გვინდა კიდევ ერთი ჯარიმა ცხადია, გაფრთხილებამდე არ უნდა მივიყვანოთ საქმე, ახლა ისედაც უპირატესობის ქვეშ თამაშობს ესპანეთი. მთავარია მოვიგერიოთ ეს შეტევა, სუფთა დავიცვა თავი, კიდევ ერთხელ გაგვეხსნა სივრცე დაცვაში რიჩარდსი, ლუსიანო რიჩარდსი. 2 players offside. Bega. დაბრუნდა ჯარიმის უპირატესობა. Offsides be better. It's 2. კარკაძე კვლავ. Bega. საინტერესოა ეხლა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, წინა შემთხვევაში კარისკენ წავიდნენ. ისეთი დისტანცია თან ათამაშებენ. საინტერესოა. ხო, ჩაფიქრებული გასაგებია, 9 ნომერი გვერდით გავიდა, შემდეგ დაარტყა პირველმა ხაზმა ისევ მოკლე ფლანგზე შემოტრიალებული, ალვარ ხიმენო. ზად დავხვდით ამ შეტევას, ნახოთ აქ წინ უვარდებათ მიწაზე ბურთი და განიმუხტა ეს სიტუაცია ჩვენთვის, დავიცავით. თავი ძალიან კარგი და ისეთ მაღალ ტემპიანი შეტევის წინააღმდეგ ესპანელების. ესპანეთი ბურთით ხელში არის ძალიან სახიფათო. გამოჩნდა ეს პირველ შეტევაზე, როდესაც გაგვიჭრეს ხაზი შევაჩერეთ, მეორე შეტევაზეც გამოჩნდა, ამიტომ მაქსიმალურად უბურთოდ უნდა დავტოვოთ და მაქსიმალურად ჩვენი ნახევრიდან მოშორებით. ხო, უწყვეტობა იყო ალბათ ყველაზე შესამჩნევი მატჩ ბოლო შეტევაში, კონტაქტის შემდეგ გადაცემებს ახერხებენ ძალიან კარგად. რაც დამატებით სიჩქარეებს აძლევს შემდეგ მათ შეტევას და სიმწვავეს აქ ზედე დაზიანება აქვს ჩვენს კაპიტანს ბექას აღინაძეს. ტემპში შეტევა გამოსდით. საღინაძე მისაუბრა, რომ ისინი ძალის მიერ თამაში არ არიან ისეთი კარგები, როგორც კონტრშეტევაზე, ვიცით მათი ძლიერი მხარეები, არ არის უცხო მეტოქე, კიდევ ერთხელ უნდა გამიმეორდეთ. სულ 27 ჯერ შევხვედრილ ვართ 2000 წლიდან მოყოლებული ესპანეთს. ხო, რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას საქართველოს მოგეხსენებათ 2-დან
ორ მატჩი აქვს მოპოვებული გამარჯვება, ასევე არის ესპანეთი, ვინ აწილებს პირველ-მეორე ადგილს, განაგდებული აქვს ორივე გუნდს თამაში ნახევარფინალურ ეტაპზე. რაც შეეხება B ჯგუფს, იქ უფრო საინტერესოდ არის ვითარება. რუმინეთი არის ერთი გამარჯვებით ჯერჯერობით და რუმინეთს და გერმანიას შორის გაირკვევა, ხო? კი, მაგრამ სასწორზე ამ შეხვედრის სასწორზე დევს ვინ ჩაატარებს შინ ნახევარფინალს და თან პორტუგალია ვის დაუპირისპირდება უკვე ნახევარფინალურ შეხვედრაში, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ იქნება არც ესპანეთისთვის, არც ჩვენთვის გასვლაზე თამაში. ნახევარფინალის და თან პორტუგალიასთან. ფინალი იბოთო მადრიდშია. ეს უკვე წინასწარ განსაზღვრული. კილა ფრასიძე. შეაგორეს გულსახლა. ჩალაღონია მაიღო თავადვე წამოვიდა. მიეძალა გაიწმინდა რაკი დაინახა აქ აფრასიძემ სივრცე და იმ წამსვე ისარგებლა ფეხი ძლიერი გადაკიდება თავადვე მიყვება ბურთს. არავინა ესპანელთა უკანა გაზში დაეუფლნენ ახლა და საიტნოდან მოუწია ფეხით გამოსვლა მათ 13 ნომერს თუ სწორად დავინახეთ 15 ნომერი იყო არც ისე კარგად გამოუვიდა ეს სერიოზულ წნეხში იყო ყოჩაღ კილა აფრასიძეს მისი ძლიერი მხარე ვიცით რომ არის აი ეს შეტევითი რაგბი ინტერვალების პოვნა მოინახა შეუტია წამითაც არ დაფიქრდა იქ ხომ ზერით დაინახა სივრცე და იმ წამსვე უბრალოდ დაგვაკლდა მიმყოლები ვეირაობით მხარი აფრასიძეს თორემ კიდევ უფრო მწვავედ შეიძლებოდა ამ შეტევის წარმართვა სრუმოლი გავიდა ხაზზე დარტყმა ყვესელაძემ პირველი დარტყმა შეასრულა სტრაფ თამაშს ვცდილობთ მაგრამ დაჯარიმდა ესპანეთი დაჯერდი კარგად იყო ეს კომბინაცია საშუალოდ დამუშავებული ყვესელაძე ძალიან კარგი იყო Knock on caused by the tackle not rolling. ხო თავჯანდაძე სადამდე გადაიგონს ბურთს. ესელაძეს თითქოს კიდევ უფრო უკეთესი როლი მოუწებნა ბოტოლამი. მატებულია. 12 ხო შიდა ცენტრის პოზიციაზე. აკლებად უფრო გაშლილ ღია თამაში ხელით ბურთაობა ფეხით რაც მისი ძლიერი მხარე იყო ახალგაზრდულ ნაკრებებშიც. ასე რომ ვიყენებთ მის ძლიერ მხარეებს უფრო მეტად. Spain are good. Georgia have closed their own gap. So Georgia open. Wait on at the back. ბატონო, მოგვიწოდა სივრცის დაცვისკენ კლაუ დერეფანში მთავარმა არბიტრმა პირონ ხტომოზე ჩაჩანიძე მოიგო ბურთი შეიკრა მოლი. ეცით პიძგი. მაგრამ ისეთი მძლავრი ვერა მოუნაცვლეთ ხელზე მიწისკენ წავიდა. არის ბურთი გამოიტანა კარკაძემ. ივანიშვილი წერტილში მოუწია მას დარტყმის გაკეთება მილოვან ზონაში. კლავ ამ წერტილს ურტყავთ. ჯერად ახალაძე იზოლირებულია და იკარგა ბურთი. დაულაგებელი შეტევის შტაბ-ეცვლილება დატოვა ამ ბოლო ფაზებმა. მაგრამ გამოიწვია ეს იმან რომ მოლი არ წაგვივიდა ჩაგვეშალა მოლი ვერ დავაყენოთ ისეთი მძლავრი მოლი როგორც პირველ შემთხვევაში და შემდეგ მოგვიწია უკვე ფაზურ თამაშზე გადასვლა. განიმუხტა ეს სიტუაცია ესპანელებისთვის. გადმოვიდა რიჩარდსი ცენტრსა და 11-იან წყვეტილს შორის აი განმეორებით ეს ეპიზოდი ჩვენვე ჩავშალეთ ეს მოლი პრინციპში როგორც თავარმა არბიტრმა განსაჯა ვნახოთ წავედით მარცხნივ და გაყვა კარკაძე თითქოს ჩანდა იქ ერთ-ერთი ესპანელი მაგრამ არბიტრი უფრო ახლოს იყო ვეინდოთ მის გადაწყვეტილებას ჩვენ მაინც ვერ შევცვლით აქედან ვერაფერს პირველი დარტყმა ცენტრალურ ზონაში ხასან ახლოს გვეთამაშნენ კარგი იყო მათი ეს შეტევა აი აქ ჯობნით ჯერჯერობით ის ორთა ბრძოლებში გამოვიდა ბურთი ხაზზე შიგნით გარეთ აჩვენა რიჩარდსმა არის ჯარიმის უპირატესობა კიდევ ერთი დისციპლინაში გვიჭირს პირველი 18 წუთია TMO said it was a penalty high tackle ივანიშვილზე მაღალი და ხელი ცოტა მაღლა უფრო ხისტი ბოჭვა იყო ივანიშვილის და ამიტომ ჩავთვალე თუმცა იქ ორივე მორაგო მოხდა როგორც ჩანს დაჯარიმდა თედო აბჯანდაძე შანსი ესპანეთს არისკენ წავიდა სანკიდოზე კიდე ამჯობინეს როგორც ჩანს
წავიდნენ კიდეზე და შემოვიდნენ Good one, 10 here. 22-შიც. Georgia. აი ვნახოთ. Here. თედო საერთოდ Numbers. Თედო. საუბარი მაგრამ Wait. Wait რა for the სწორი round. ეპიზოდი იყო. ან ნომერი შეეშალა გამოცხადებისას. ევროპა მომახსენაო. ხო. და ასე თქვა. 7 don't. შეგვიკრის მოლი. ესპანელებმა 22-ის მისადგომთან. კარგად არის იქ საგინაძე გადასული, მთავარია წესების დაცვით წაიყვანოს მიწაზე, ასეც მოიქცა და შესანიშნავად ჩავუხურეთ ბურთი მოლში მეტოქეს. მარტივად დავიცავით თავი ძალიან ამ ეპიზოდში. All legal. ჩვენი შერკინებით განახდება თამაში. განახდება 22-ის ხაზზე. Very good last scrum. Very good last scrum. ხო, ახლა აქეთ თავარი არბიტრი ბოლო That was perfect. Thank you. Good ბოლო weight. შერკინებას და მოუწოდებს ასევე მოწყობისთვის. Square. No. Yeah, but yeah, I know. Be careful. You're good. You are good. It's outside, so come back. Vamos, Luca. Mueve la pata. Same again. Same again. ნახოთ. Wait. I'll let you. ყობა შეკინება ვინ წინ ერთ შემთხვევაში დავაჯარიმეთ კიდეც მეტოქე ვნახოთ. So, no. They are correct. No. დავადვე Listen. წამოდნენ პირველ ხაზზე. Down on the mark, not across. You go across. I'll ცოტა არ იყოს არბიტრს შერკინებების და ამ სტატიკური ფაზების მართვა. თვივი კორექციები აქვს დერეფნის ნაწილში, ასევე შერკინებაში. Crouch. Bind. კვლავ ვერ ეწყობა Standing up. ინება და წამოდგომისთვის თავისუფალი მივიღეთ გელამ სწრაფად გაათამაშა, თუმცა გააგვაჩერა. ინიაშუმა ვერ გაიგო ეს ნიშანი. There was no issue that time. I should have been paid. I was warning him. Yes, I was speaking to their hooker. Did you take it from the back? ხო. წევს თავიდან გათამაშება, ან ძლიერი ფეხით გამოსვლა თუ არ ვწდები ასეც მოიქცევი. აქედან ეს მომენტი, როდესაც დაიკარგა, ნაკლებად სავარაუდოა. გათამაშება მაღალი დარტყმით გადავდივართ მეტოქს ნახევარზე ტაბუცაძე პირველია. ყოველთა შორის რა ხისტი იყო ივანიშვილი კვლავ დააკარგინა ბურთზე კონტროლი. So knock on pass. ხო, და როგორც ჩანს, ყველანაირი წესების დაცვით ყოჩაღ Time off, ივანიშვილს იხმო ყვაჭები თავისთან. So there's two things. You do not come across the mark, but do not stand up like that and let me referee it. By you standing up, I have to make a decision. I will referee it. You can't stand up. Hold your weight. ხო, აქ მიცა შენიშნა კარგაძეს, რომ დროულად არ გადადიხარო, თუმცა ნუ ჩვენ წარმოდგებიო ჩემი განშის გარეშეო უთხრა Time off. ესპანელთა ჰუკერს დავარმა არბიტრმა. Time on. ნახოთ ჩვენებს დაჯარიმება სურთ. Don't come over it. ეწყობა შერკინება. Stay, wait, and then I'll leave you. Crouch. Bind. ეს არის უკვე მესამე თამაში, სადაც წესდადარიგით ოპტიმალურ ფორმასთან მიახლოებული და იყოს ბატონო, ჩვენი სათამაშო პრაქტიკიდან გამომდინარე აბჟანდაძეზე ამოგდება კარგი იყო, მცირე პაუზა, მონახა მეტრეველმა დაიმსახურა. თავისი ადგილი მოიპოვა ნაკრებში. წინვალეს ამეპიზოდშიც ნამდვილად ინიაშვილმა გადაცემა არასწორ ადამიანზე გააკეთა, იწყება ესპანელთა შეტევა, დავკარგეთ ბურთი. მარცხნივ მორკინალები გაკეთდა რაკი 22-ში, სავარაუდოდ ეხლა შეეცდებიან კიდეზე წაიღონ. Use it. ბურთი 9 ნომერი აურეკოეჩა.
სად გადაკვეთა 10 მეტრიან საც და არ იყო ურიგო დარტყმული, მაგრამ ჩვენ კვლავ პოზიციაზე ვრჩებით კვლავ. შეგვიძლია ამ წერტილიდან შეტევის წარმოება წაიკითხა. ხიმენომ Time is off. Are you doing it? იაშვილის ქმედება. Obviously. I'm very fair. ბატონო, მცირე შეყოვნება გვაქვს წყალიან მოედანზე. ჩვენ შეგვიძლია დავაანონსოთ დღეს კიდევ ორი ძალიან საინტერესო მატჩი ჩვენს პირდაპირ ეთერში გრძელდება 6 ერის გათამაშებაც პარალელურად მოგეხსენებათ. ინგლისისა და ირლანდიის დაპირისპირება შემოგთავაზებთ 18 საათსა და 10 წუთზე. ძალიან საინტერესო ბრიტანული დაპირისპირება და გაგრძელდება უელსისა და შოტლანდიის ეროვნული ნაკრებების მატჩით ჩვენი პირდაპირი ეთერები დღეს 20 საათსა და 40 წუთზე აიღებს სტარტს ეს მატჩი. ძალიან საინტერესო თამაშების მოლოდინში ვართ. ხო, ინგლისი შოტლანდიასთან მარცხის შემდეგ თქმა უნდა იქნება მოტივირებული რომ ის ჩავარდნა რომელიც შეიძლება 6 ერის ფასად What's the დაუდგეს. number? 5. ხო, ცნაირად We're going to have 5 in the end. ამო So open. კატოს და ამტკიცოს რომ ის იყო ერთი ერთ სულ მატჩი ვიდრე There, there, so მათთვის. you come in. Open. 1 meter. Nice, that's a good gap. დაპირისპირება უელსი სახლში შოტლანდიასთან. შოტლანდია ნახოთ ან კარგ სვლას რაც ინგლისთან დაიწყეს თუ გააგრძელებს. ოიგო საღინაძემ გავიდა ხაზე. ავიდა ხაზე და კარგი იყო ჯალაღონია ძალიან მაჯი გრძელდება ჩვენი შეტევა კარკაძე ჩაერთო მაღალ სიჩქარეში აქ უნდა გადაგორდნენ დავარდა შეტევის ტემპი მარცხი მოუწია აფრასიძეს გაგრძელება კვლავ ჯალაღონია 2 მეტოქე მასზე ასიაური იაშვილი აკონტროლებს იქ თამაშს აძლევს მითითებებს აფრასიძეს წინ ვარდნა აბუცაძე იყო საპირისპირო ფლანგიდან ჩართული ეს მეტობა ვერ გამოვიყენეთ თითქოს ისე შექმნაც გვინდოდა ისევ შერკინებაზე დაუბრუნდით ხო რაღაც არ გამოგდის ფაზების აკინძვა მეტოქის ნახევარზე ვერ ვამწვავებთ შეტევებს 25 წუთი დაიწყება სულ მალე მატჩისა Said don't stand up. ჯერჯერობით ჩვენი შეტევა არ არის ის რასაც ვისურვებდით ეპიზოდურად Same as the first scrum. მომენტები გვაქვს თუნდაც მეტრეველის კი მომენტი რომ გავიხსენოთ მაგრამ გვაქვს აი ეს განგრძობითობა გვაკლია რაც შენახსენე და მუდმივი შეცდომები ბურთთან 5. ამჯერად უკვე თავისუფალი აი ნახოთ ეხლა ხელდახელ კვლავ მოახერხებენ თუ არა 12 ნომერი თავად მივიდა გადის ბურთი ხიდაც არც აბუცაძე აპროტესტებს ამ ეპიზოდს შესაბამისად სავარაუდოდ ასეც იყო აი ბოლომდე ვერ დაიმორჩილა და შემდეგ დაუვიდა Don't buy anything from me. კი დაკარგა კონტროლი კიდევ ერთი შერკინება ხო რთულია რამდენი მე-6 ან მე-7 შერკინება უკვე დღევანდელ მატჩში არასრულ 26 წუთში ინძლავრეთ აქ და სწრაფად გამოიტანეს შესაბამისად ესპანელებმა შერკინებიდან მიეძალა ალვარ ხიმენო მარცხნივ ალექს სალეტა იყო ხო მოუწევს ხანმოს რომ მოედანში დატოვოს ბურთი გარეთ არიან 22-ის ცენტრში დარტყმული მეტრეველი ვნახოთ საინტერესოა კონჩეტევაძე მიყვება ნინიაშვილი გადააწოდა ნინის შიგნით შემოდის კარგი გოჭვა შესრულდა წამოდგა ფეხზე მოიგო რამდენიმე მეტრი ამასთან ერთად ერთად ძალიან სახიფათო უნდა იყოს ნინიაშვილისა და მეტრეველის ხილვა ასევე ტაბუცაძის ჩართვა მათთან ერთად ასე რომ ჩვენი უკანა ხაზის კიდევ უფრო გააქტიურებას ველოდებით აფრასიძეს შეუყოვნდა ბურთი რაკში უკან წავიდა ბურთი თაფლაძე ინარჩუნებს შენიერი გადაცემა ნინიაშვილი ტაბუცაძემ აჩქარა წავიდა შემორბენზე დატოვა თითქოს ბურთი მოედანში ვისგან გადავიდა ბოლო ეპიზოდში საინტერესოა ეს კარგი იყო უკეთესი იყო ეს შეტევა ხო განწვავება გადაწყვიტა აი აქ ამოგდება კარგი იყო თაფლაძისგან მაგრამ შენარჩუნებაზეც ნაკლებად გამოუვიდოდა ტაბუცაძეს თამაში ხუთ აქ სავარაუდოდ მაინც ტაბუცაძისგან ჩაითვლება
ისიც არის. ეს ნომერზე გამოტანილი ბურთი შიგნით წავიდა შერკინებისკენ, დერეფლისკენ. ბურთთან არის 9 ნომერი. ისევ იმ წერტილში საიდანაც ბურთი მოწოდა და სადაც წესდა და რიგით უნდა ყოფილიყო გოლი. ხო ტაბუცაძე ჰაერში კარგია ბრწყინვალედ ითამაშა დაჯარიმდა მიმყოლი ესპანელი. კი ბატონო, შეხტა ტაბუცაძის სივრცეში დაეჯახა. ხო ბურთზე თამაში ნაკლებად ვერ წდებოდა ბურთს, ტაბუცაძეს უფრო ჰქონდა აქ პოზიცია ბურთზე სათამაშო და ამიტომ დაისაჯა აირა. წამოდგა ტაბუცაძე, კარგია. For me, his jump early. Oh, He's I not know. fair contest. He's underneath the catcher, so it's not fair contest. I'm at penalty only. ხოლო და მხოლოდ ჯარიმა ამ ეპიზოდში. It's from halfway. კარგი შანსი გვაქვს ახლა მეტოქის ნახევარზე სიღრმეში გადასასვლელად. Just the timing issue, just penalty. დათმაც ახვილი კუთხი და სოლიდური გამოუვიდა ტედო აბჟანდაძეს. ნახოთ. იმატა Wait till they're on the ground. Wait. იმატა ტრიბუნაზე შეკრებულმა მაყურებლის რაოდენობამაც. გოლ დასანანია გაყიდულ სტადიონზე რომ მაინც არის კი ნამდვილად. მსობაში კარგაძე მოაწოდა ბურთი საღინაძემ მოხსნა მაღალ წერტილში მოლი დავაყენეთ და გვაქვს ჯარიმის უპირატესობა კვესელაძე თავად გაკეცა აირა. გაკეცა იქ აირა ნოკდაუნში იყო. აი ხო წამოდგა მას ესპანელი გარემარბი, მაგრამ გაჭირვებით მე მგონი I've got it. ვერ ჭირდებოდა. არ ვიცი, ფაქტია გაუჭირდა წამოდგომა, ბრწყინვალე იყო კვესელაძე, მიაჩვია ბოლო ეპიზოდებში მეტოქე იმას რომ გადაცემას თამაშობდა, გაქონდა ბურთი აბჟანდაძეზე და აქ წავიდა მძლავრი კონტაქტით, გააკეთა უპირატესობა საბოლოო ჯამში. Time off. რო გაჩერდა ახლა. საბოლოო ჯამში მივიღეთ ჩვენი დერეფანი მორიგის ალელოეს შანსი. და სწორედ აირას ჭირდება ახლა მცირე სამედიცინო დახმარება. ხო, ამ შაბათ-კვირას კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა არის ქართული რაგბისთვის. ჩვენი 15 ქალა ნაკრებიც ჩაატარებს თავის მესამე მატჩს ისტორიაში ხორვატიას დაუპირისპირდებით. გიორგი მაისურაძის გაწვრთნილი გოგონები. ეს არის მესამე დივიზიონი რაგბი ევროპის თასის. საინტერესო პირველი ნაბიჯებია ხო ჩვენი 15 ქალა რაგბის ისტორიაში და მთელი გულით გულშემატკივრობ ჩვენს გოგონებს. ქალამ უკვე მიაღწია წარმატებას იასპარეზეს უმაღლეს დონეზე. 11. დიდხნიანი პროექტი იყო საკმაოდ. ჯაბა მალაღურაძის პირადი დამსახურება ალბათ აი ამ დონეზე რომ არის ახლა ჩვენი გოგონათა ნაკრები. და ასევე უნდა ვთქვათ რომ გამართავს ჩვენი 20 წლამდე ნაკრები პირველ გასახურებელ თამაშს აირატოვებს მოვედანს. Weights are on the ground, not around the side. Georgia, no obstruction. და შემდეგ დაუბრუნდეთ. ორტეგა, ბელტრანე ორტეგა შეცვლის აირას. მოვიგეთ. ბურთი დერეფანში პირველი ბიძგი ვერ მივეცით ისეთი რომ ხო, კარგად დაიცვეს თავი, თუმცა კარგაძე იყო ძალიან კარგად მომზადებული ამ ეპიზოდისთვის, მოწყდა მოლს და კარგი კონტაქტი გააკეთა 2-3 მეტრი დაახლოებით მეტოქის შატვის მოედნამდე აიღე და მიეძალე. ზე გადავედით ახლა. Onside. უწოდებს არბიტრი რომ თამაშგარის ზღვარი დაიცვას ესპანეთმა ჩვენ მაინც არ ღვევენ ჩვენ კი აფციაულის დარტყმით გავდივართ კარგად ხაზზე შემდეგ და თაფლაძე მიარა სლალომი მეტოქის დაცვის ხაზში 12-3 გავზარდეთ უპირატესობა. შესანიშნავად მაღალ სიჩქარეზე ჩაერთო სიღრმიდან თაფლაძე ამ ეპიზოდში და მაღალ სიჩქარეზევე ძალიან კარგი სრულმოძრაობით ნახევარი დაცვის ხაზი მოჭრა იქ ესპანელების იმედია გამოჩდება ხლა რაკურსიდან შიგნით შემოვიდა 12 ნომერიც და იქით კიდე ერთი ადამიანი გადავსებაზე დატოვა. შეშებული ყოჩა მოთმინებამ ქნა ალბათ ზუსტად ეს
რამდენიმე დარტყმა, საჭირო დარტყმა, რითაც შეუკუმშეთ მეტოქის დაცვა და შემდეგ სწორ მომენტში გატანილი ბურთი ხაზზე თაფლაძე ახერხებს ლელოს გატანას. 30 წუთზე გავიტანით ჩვენი მეორე ლელო. მარტივესი გარდასახვა იქნება ეხლა თედო შესასრულებლად 14-3 ხდება ანგარიში მატჩის 31 წუთზე. თაფლაძე უახლოვდება 50 მატჩიან ნიშნულს შემდეგ შეხვედრაში უკვე ის 50 მოიგებს ბორჯღალოსნების მაისურს და მე-9 ლელო 59 შეხვედრაში. ბეტონო მიიღება სწრაფადვე გამოსვლა ჩვენი 22-დან დიდხანს. ხანსაცა და ჩარდის მაბულს. ნინიაშვილი ნაბჯანდაძე გვერდით, თუმცა დაწვენილი და აბალი ბურთი გაუშვა, ჩაუგდო მეტოქეს ხელში. შეტევაზე მოდის შეცვალზე შემოსული ორტეგა. ორტეგას ბოჭავს ბაბუნაშვილი ცენტრთან მარჯვნივ წამოიღეს ეხლა ესპანელებმა. აფრასიძემ მიაფრინდა მეტოქეს მესამე ხაზელივით, კარგი იყო გელა აქ ძალიან. დააგრძელებინა რაკია ურეკოეჩამ. ხდება რამდენიმე ესპანელი. ბრძოლა დაუთმეთ აბჟანდაძე და ნინიაშვილი იყვნენ იქ, ალბათ ნინიაშვილისთვის ჯობდა დაეთმო ეს ორთა ბრძოლა, გაიშალა ესპანეთი ხაზით. შეუტია ბორონატმა. ნომერი ახლა მარცხნივ რიჩარდსმა შეუტრიალა აბაროს. ხინაძეს ჩაუვარდა არც თუ ისე სასიამოვნო ორთა ბრძოლა აბაროსთვის. მოლია დაიძახა. გვაქვს ჯარიმის უპირატესობა, კვესელაძე შევიდა მოლში გვერდიდან. 12 entry. ხო, საღინაძის ის შრომა წყალში ჩაიყარა. Entry 12 Georgia. ძალიან კარგად დავიჭირეთ მაღალ წერტილში, ხო, მეტოქე, საღინაძე და ერთ-ერთი მორაგბე იყო კიდევ, ვინც მიწიდან ეხმარებოდა მას. თავარი მიზანი აქ მიღწეული იყო. დავუგდეთ ესპანეთს ტემპი, გავუჩერეთ ეს შეტევა და სრულიად არასაჭირო ჯარიმა ავიღეთ. ესპანეთი ფაზურ შეტევაში ისე კარგად ვერ გამოიყურება, როგორც მაღალ ტემპში, ფაზაზე მიბული და სწრაფი შეტევით. ამიტომ ის ფავორი მიზანი, როდესაც მიღწეული იყო, შეგვეძლო რომ თუნდაც მიწაზე დაგვეშვა და რაკიდან შემდეგ უკვე დაგვეცვა თავი, მაგრამ ახლა ჩვენ ძელებს უმიზნებს ლუსიანო რიჩარდისი. You can do the math. ბატონო, სუსტია მათი. ჯარიმა 14-6 ხდება ანგარიში შეამცირეს 3 ქულით ესპანელებმა, 8 ქულიანი უპირატესობა რჩება. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ დისციპლინაში გვაქვს შეცდომები პირველ ტაიმში. ხო, აბლო ბოუს აწუხნის არგენტინელი სპეციალისტი ესპანეთს. 22-ში დავარწით პირველი საწყისი, ბურთი სწრაფადვე ჩავხურეთ. დააგდო ტემპი 9 ნომერმა, 22-ში გააკეთეს რაკი, რათა პირდაპირ გადავიდნენ კიდეზე. ბატონო, ჩაჩანიძეს უნდოდა დაფარება 9 ნომერზე, თუმცა არ გამოუვიდა, პირდაპირ კიდეზე გადადიან. დისტანცია დაფარა. აურეკოეჩამ ამ დაარტყმით ცენტრს გადაცდა, ჩვენს ნახევარზე მოვაწვდით დერეფანში ბურთს. ბატონო, დასტაბილურდა თამაში ლაზარე რა სიტყვა, აი იმ პირველი მწვავე შეტევების შემდეგ, რაც ესპანეთმა შემოგთავაზა, ორი ლევო გავიტანეთ, მართალია უხკულიანი მატჩი არ გვაქვს, აი ეგ ჭკვიანურად გავათამაშეთ. კარკაძე გაჭრილ ხაზზე მიმყოლი შიგნით ყავს ივანიშვილი, დარჩა მოედანში, მაგრამ დააკარგა ბურთი. ხო, აი მიწიდან უკვე მესამე ეპიზოდში ვკარგავთ ბურთს დღევანდელ თამაში, რაც და ყველა ჯერზე ესეთი მწვავე შეტევის შემდეგ დაიკარგა ბურთი, შეინარჩუნეს საბოლოო ჯამში. კი დაგეთანხმები დასტაბილურდა, დიდი ხანია ხეირიანად სხვათა შორის არც ესპანელებს შეუტევიათ. განსაკუთრებით აი ამ ბოლო ჯარიმამდე იყო დიდი წყვეტა. დააგრძელა აურეკოეჩეამ კიდევ ერთხელ. რაკი კვლავ სავარაუდოდ პირდაპირ კიდეს უწვდენს მისი დარტყმული. ამჯერად გაცილებით უფრო ახლოს, არც თუ ისე კარგი დარტყმა გამოუვიდა. და კარგად იყო წინა
დერეფანი გათამაშებული მგონი კარგადაც მოიშორა ერთი მეტოქე და იმიწაზე უკვე ეგარ შეიმაგრა ბურთი ვანო კარკაძემ ის მოაწვის ახლა ზუსტად ბურთს დერეფანში იარიცში Contest is good. შესაძლებელი კოეჩია კარგად ნაცნობი კი. ქართველი მორაგბეებისთვის საღინაცე მოიხარა წავიდა და არტყა გადაკვეთა კონტაქტში უპირატესობის ხაზი შემოbrunდა უკვე შიდა მხარეს დავკარგეთ აბჟანდაძე დაახტა მაგრამ ჯარიმა არ გადაგორების ბოჭავი არ გადაგორდა გადავრჩით ნამდვილად იქ დავკარგეთ ბურთი მიაშულმა და არ გვაძლევს საჯი თამაშის უფლებას ეჭვება რომ არ ყოფილიყო მაინც მაგრამ საჯი ჯერ კიდევ აკორექტირებდა თამაშის გარკვეულ ეპიზოდებს ჯარიმას განმარტავდა ესპანელი თამაში About 5. Just a reminder, the back foot is the very back of the breakdown. Your players are not listening to me when I tell them to get back, but they need to get back. It's the last thing on the ground. Lads! ვერც ამჯერად თამაშობთ. აქ უკვე ესპანელ მორაგბეს ჭირდება სამეცნიერო დახმარება. იხმოს Do you აღიარება. want to explain to him that when I said play on? I didn't. There's a clear medic on the field. You good? Water! Water off! Let's go. Yeah. იმედია ახლა მაინც შეგვეძლება. კი, ოღონდ ახლა კიდეზე გვიწევს წასვლა სწრაფი თამაში ვერ შევძელით. ორჯერ ერთხელ არასწორი წერტილიდან გათამაშების გამო დაბაბრუნა წერტილში, მეორედ უკვე ნიშანი არ მქონდა მოცემულიო, საბოლოო ჯამში გადავედით კიდეზე. გადავედით 22-ში ვართ. დერეფანიდან მოვაწვით ბურთს. დერეფანში მატჩის 38 წუთი ერთ-ერთი ბოლო შეტევა ჩვენი ეროვნული ნაკრების საპირო ტაიმში ვნახოთ. თედო აბჟანდაძეს გვიჩვენებენ. ელეკრანებზე სრული დერეფანი რა თქმა უნდა დაყენებული ბოლო ხტომელზე პირველად მოვაწოდეთ და მოვიგეთ ბურთი აფრაციტებ წერა წამოიღო. ხაზენინიაშვილი ყოველთვის ახიფათოა გაჭრა კარაქივით მეტოქის ხაზი და შევიდა. კარგად შეიყვანა შეინავარდა. კი ბატონო, ზურგი შევიდა მეტოქის თითქოს სამწუხაროდ აკეთებს ამ ყველაფერს, რამ სუბუქად. ხო, მთელი მატჩი არ გამოჩენილა, ხო, 38 წუთია, მე მგონი მეორეჯერ ვახსენეთ გვარის გამოცხადების შემდეგ მიიღო ბურთი სიღრმეში. ოდნავ სისწრაფე აკრიფა და უმარტივესად ხო, სიურცე აქამდე ასეთი არ მისცემია მას. ბატონო, 1 2 3 Anything, David? და უკუსლით შეისეირნა მეტოქი შატოს Yeah, I just მოედანში. didn't have the mark at that point, that was all. I'll work hard. და იჭირა I'll work hard to get you the mark, but just let me get მოძრაობაზე. there. ამდენ ხანს იყო მართლა ზურგით. Sorry, David, anything? განვიმტკიცეთ უპირატესობა. ბატონო ტაიმის მიწურულს გავაყოლეთ ლეილო გასახდელში მეტოქეს. ნახოთ ახლა აბჟანდაძის ურთულესი გარდასახვა მირაბ კვირიკაშვილს ხედავთ მის უკან ლეგენდარულ ქართულ ბორჯღალოსანს. ზუსტია თედოსეს ურთულესი გარდასახვაც და 21-6 ხდება ანგარიში. მატჩის 39 წუთზე დავით ნინიაშვილი ჩვენ ტელეეკრანებზე. მე-15 ლელო ეროვნულ ნაკრებში. შეიყვანა ბურთი თამაში ესპანეთმა კვლავ ნინიაშვილი მაღალ წერტილში ცდილობდა უძე დაუფლებას დარჩა საბოლოო ჯამში ესპანელებს შვილი დაცვაში რა მაგრად თამაშობს უკვე მე რამდენი ეპიზოდია. No advantage. ბატონო ქონიათ წინ თამაშის უპირატესობა ესპანელებს და დაუბრუნდება შესაბამისად. This'll do. We've got 1 minute. ესპანელები დაასრულებენ სავარაუდო თუ შეცდომა არ დაუშვეს პირველ No ტაიმს. pre-engage, balance. Nothing here. მათთვის ძალიან კარგი კომფორტული წერტილია ორივე მხარეს შეუძლიათ მოედანზე ბურთის გაშლა, ასევე 22-ის ხაზზე არიან, ასე რომ ყველანაირი სიურცე და მოცემულობა აქვს იმისთვის, რომ კარგი შეტევა აწარმოოთ. ჩვენ კი თავი უნდა დავიცვათ აუცილებლად
და ულელო დავასრულებინოთ ესპანეთს ეს ტაიმი. პირველი ბოჭა შესრულდა შემოვიდნენ 22-ში. კარგად ამოუწიეთ ხაზი ჯალაღონია საღინაძე. მარცხნივ მოკლე დარტყმა. Onside. Onside. მოგვიწოდებს თამაშგარის დაცვისკენ ორჯერ მოგვიწოდა და მაინც დავარღვიეთ. ივანიშვილს უმთხუნა აქ ნების ყოფამ გამოვიდა ბურთხაზე არ Time Who's off. it, Garga? Warning time. Captain. მე რამდენი თამაშგარია მესამე მომდენო ჩვენთვის. Captain. I'm making it very clear about the offside. Number 4. I'm calling him onside. That's now a warning for offside in the 22. უცნაურია რომ ასე გაგვაფრთხილა. Thanks, Luca. იმიტომ რომ ზედიზედ ჯარიმებიც არ აგვიღია. What's the call? თეილი ტაიმის მანძილზე სულ მესამე თამაშგარე იყო ესპანეთი კვლავ ძელებს უმიზნებს. როგორც ჩანს არც დერეფაში აქვთ იმედი. შეკინებაშიც დიდად ვერ დაიკვეხნიან უპირატესობით. პაბლო ბოუსა ჩვენები ესპანელთა თავკაც გამოცდილება სამწუხნელო მიღებული აქვს არგენტინის ნაკრებში, ასევე არგენტინა 15-ში იყო არგენტინის ნაკრებში ასისტენტი. 2023 წლიდან უკვე ესპანეთის ნაკრებშია და დაემთხვა ძალიან კარგ პერიოდს ესპანეთის ნაკრებისთვის აღმასვლას განიცდის ესპანეთი როგორც ასაკობრივ დონეზე, ასევე ეროვნულ ნაკრებში. ანგარიშ გასაწევ ძალად ჩამოყალიბდა ესპანეთი რაგბი ევროპის ტურნირზე 21-9 ზუსტია კიდევ ერთხელ უსიანო რიჩარდისი დამაჯერებელი გამარჯვება პირველ ტაიმში, თუმცა უკეთესი სურვილს და თითქოს იმ მოლოდინს რომ ტოვებს რომ კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია მეორე ტაიმში. ნახოთ დაველოდოთ 10-ოდე წუთში დაგიბრუნდებით.